თბილისური პორტრეტი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული ხელოვნების ისტორიისთვის, რომელიც შეიქმნა 19 საუკუნის პირველ ნახევარში თბილისში და ეს არის ქართული არისტოკრატიის პორტრეტი ფაქტიურად ქართული თავადაზნაურობის სახე. თბილისური პორტრეტული სკოლა ეს არის ქართული მოვლენა, ეს უკვე არის ეროვნულ ნიადაგზე განვითარებული და ეროვნული თავისებურებების მატარებელი სკოლა. თბილისური პორტრეტული სკოლა გამორჩეული ფენომენია ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ისტორიაში. პორტრეტების ეს ჯგუფი განსხვავებულია როგორც თანადროული, ასევე ადრეული და შემდგომი პერიოდის ევროპული და აღმოსავლური მხატვრობისგან. თბილისური პორტრეტული სკოლა მოიცავს პერიოდს მე-19 საუკუნის 20-30-იანი წლებიდან მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებამდე. საქართველოში შემორჩენილია ამ სკოლის 200-მდე ნიმუში. პორტრეტების ეს გალერეა ნათელსურათს ქმნის იმ ეპოქის სულზე და ძალიან კარგად ვლინდება კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტები. პირველის ყოვლისა ჩვენ უნდა აღვნიშნოთ თავად ქართული საწყისი, ანუ კავშირი ქართულ შუა საუკუნეების კედლის მხატვრობასთან. ამ პორტრეტულ მხატვრობაში ძალიან თვითმყოფადი, ძალიან თავისებური სახით წარმოჩინდა ქართული მსოფლმხედველობა, იმდროინდელი ქართული გემოვნება, ქართული ხასიათი, განწყობა. მეორე მნიშვნელოვანი წამომწყარი იყო, როგორც ცნობილია, ამ პერიოდში საქართველოში საკმაოდ დიდი გავლენის მქონე ირანული ხელოვნება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა არის ქართული პორტრეტის, ოღონდ პარადული პორტრეტის განვითარება მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, რომელიც წინ უსწრებს თბილისური პორტრეტული სკოლის ჩამოყალიბებას. ქართული პარადული პორტრეტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ეს არის ახალი ქართული ხელოვნების, ქართული დასგური მხატვრობის პირველი ნიმუშები. ამ პორტრეტებზე წარმოდგენილი არიან ქართული მეფეები, ეს არის ერეკლე მეორე, ეს არის სოლომონ პირველი, ეს არის დედოფალი დარეჯანი, გიორგი მე-12, საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამი, ასევე ბატონიშვილები, იოანე, ბაგრატი, იულონი და ასე შემდეგ. ეს პარადული პორტრეტები შეიქმნა სავარაუდოდ საქართველოშიც არსებობს ცნობები, რომ ერეკლე მეორეს ყავდა მოწვეული უცხოელი ხელოვანებიც, მაგალითად ერთი გერმანელი მხატვრის შესახებ არის ინფორმაცია, რომელსაც გიორგი მე-12-ის პორტრეტით შეუსრულებია, თუმცა მათი დიდი ნაწილი უნდა იყოს შესრულებული უკვე რუსეთში, როდესაც სამეფო ოჯახი იქ გადაასახლეს. მათი შესრულება განპირობებული იყო რასაკვირველია დროის მოთხოვნითაც, ანუ ეპოქის მოთხოვნით. ეს იყო, ასე ვთქვათ, ეტიკეტის ნაწილი, ეს იყო წოდებრივი ვალდებულება, რომ აი ამ დიდგვაროვანთა და ქართველ მეფეთა ბატონიშვილთა პორტრეტები აუცილებლად უნდა შექმნილიყო. აქ ჩანს ბევრი სხვადასხვა მხატვრის, სხვადასხვა ნიჭის, სხვადასხვა განსწავლულობის, სხვადასხვა გემოვნების მხატვრის ხელი და მსოფლმხედველობაც და ასევე სხვადასხვა გავლენები, რომელიც ამ პერიოდში რუსეთში არსებობდა, თუმცა ეს პორტრეტები საკმაოდ განსხვავდება რუსული პორტრეტული მხატვრობისგან და უფრო ახლოს არის პოლონურთან, მაგალითად სარმატულ პორტრეტთან და კიდევ ერთი ფაქტი არის ძალიან საყურადღებო, რომ არც ერთი მათგანი არ არის ხელმოწერილი. ამიტომ ვარაუდობთ, რომ ისინი ეტყობა სამეფო ამალაში ყოფი ქართველი მხატვრობის მიერ უნდა იყოს დახატული, ასევე ალბათ ევროპელების და რუსების მიერაც, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ევროპულ და რუს მხატვრებს ხელი არ მოეწერათ თავიანთ შესრულებულ ნამუშევრებს. ეს პორტრეტები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი შეიქმნა საკმაოდ სწრაფად ევროპული რეალისტური მხატვრობის გავლენით, პარადული პორტრეტის გავლენით, მაგრამ ეს არ არის უკომენტარო კოპირება, ასე ვთქვათ, არამედ მაინც გათვალისწინებულია ქართული ტრადიცია, ქართული გემოვნება და რასაკვირველია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი ქართული ხელოვნების. სანამ შეიქმნებოდა თბილისური პორტრეტული სკოლა, არსებობს ჯგუფი პორტრეტების, რომელსაც ჩვენ გარდამავალ ვუწოდებთ, სადაც უფრო მეტად არის გამოკვეთილი სწორედ კავშირი შუა საუკუნეების ქართულ საეკლესიო მხატვრობასთან, ქტიტორულ პორტრეტთან. აი ამ გარდამავალი პერიოდის ნამუშევრებს შორის გამორჩეულია რამდენიმე პორტრეტი,
ქართველი თავადების, ეს არის თინა თინჩოლოყაშვილი, გრიგოლ ჩოლოყაშვილი, განსაკუთრებით ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, რომელიც თლაც ძალიან ახლოს არის ამ საეკლესიო მხატვრობასთან. ასევე გამორჩეული ნიმუშია ნინო ქსნისერისთავის პორტრეტი. აქ თითქოს ჩანს ყველა გავლენა, რომელიც ამ პერიოდის პორტრეტულ მხატვრობას შეიძლება ქონდეს და ამავე დროს ეს არ არის ეკლექტური, არამედ ინარჩუნებს მხატვრულ მთლიანობას. აქ ჩანს აშკარად ასევე ყაჯარული სკოლის გავლენაც და ჩანს, რომ ქართველი ოსტატის შესრულებული ეს პორტრეტი ვერ ითავისებს იმ დეკორატიულობას, რომელიც ახასიათებს ირანულ მხატვრობას და ეს გავლენა შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ შესამოსელია, უფრო ზედაპირულია. მე-19 საუკუნის 20-ან 30-ან წლებში თბილისური პორტრეტული სკოლა უკვე მთლიანად ჩამოყალიბებულია. ამ დროს თბილისი არის საკმაოდ ჭრელი და მულტიკულტურული ქალაქი, ამიტომ ამ სკოლის წარმომადგენლებიც ქართულ მხატვარებთან ერთად ცხადია არიან უცხოელი მხატვრებიც და ყოველი მათგანი ითვალისწინებს იმ ერთიან მხატვრულ სისტემას, რომელიც ამ სკოლაში არის, ასე ვთქვათ, მიღებული. ეს არის შედარებით მცირე ზომის ნამუშევრები და განკუთვნილია კერძო ინტერიერებისთვის. ძირითადად ამ პორტრეტებს ახასიათებს ძალიან სადა ნეიტრალური ფონი, თითქმის ანტურაჟის გარეშე, ძალიან მეტყველი სილუეტი და თითქმის პლასტიურად გამოკვეთილი სახე და ხელები, რაც მათ აახლოვებს არა მარტო საეკლესიო კედლის მხატვრობასთან, არამედ ხატწერასთანაც. სავარაუდოდ, მათი შემსრულებლები იყვნენ ქართველი და არაქართველი თბილისელი მხატვრები, რომლებიც სწორედ საეკლესიო მხატვრობით იყვნენ დაკავებულები და ასევე ამ პორტრეტების უმეტესი ნაწილი არ არის ხელმოწერილი, რაც ასევე ამ ძველი ტრადიციის სიცოცხლის უნარიანობაზე მეტყველებს. ეს არის ქართული საეკლესიო ტრადიციის გაგრძელება, სადაც საეკლესიო მხატვარი არ ტოვებს თავის ხელმოწერას. მაგალითად, ძალიან საინტერესო პორტრეტია მუხრან ბატონის ოჯახური პორტრეტი, რომელიც ტიპიური ნიმუშია თბილისური პორტრეტული სკოლის, მაგრამ გამოირჩევა იმ თვალსაზრისით, რომ მრავალფიგურიანი კომპოზიციაა. ერთი მხრივ, აქაც ჩანს ძალიან დიდი კავშირი შუა საუკუნეების საეკლესიო მხატვრობასთან და ცნობილია, რომ მისი შემსრულებელი იყო საეკლესიო მხატვარი, რომელმაც მუხრანში ეკლესიაც მოხატა. მართალია ჩვენ არ ვიცით ბევრი ავტორი, მაგრამ მაინც პრესის და საარქივო წყაროების საშუალებით მოხერხდა ზოგიერთი მათგანის დადგენა. მაგალითად, ანდრონიკაშვილი, ჩოლოყაშვილი ფიგურირებს, ციციშვილი, ასევე უცხოელი მხატვრები, ვთქვათ, ონათანიანი, რეიში, ლონგო, საკმაოდ ისეთი მრავალფეროვანი მულტიკულტურული გარემო იყო და საინტერესოა, რომ ყველა ითვალისწინებდა ამ მოთხოვნებს, რომელიც ამ სკოლის სტილისტური ახასიათებლების განსაზღვრელი იყო. საუკეთესო ნიმუშები ამ სკოლის არის სალომე ანდრონიკაშვილის პორტრეტი, სალომე ორბელიანის პორტრეტი, ავადი ჯანდიერის პორტრეტი, თარხნიშვილის, ნინო ციციშვილის. სავარაუდოდ ქართული მხატვრობის მიერ უნდა იყოს შესრულებული, რადგანაც აქ იკვეთება სწორედ კავშირი ქართული საუკუნეების ტიტორულ პორტრეტთანაც და ხატწერასთანაც. ეს განზოგადება, ტიპურობა, საყოველთაობა, რომელიც ზოგადად ქართულ ხელოვნებას ახასიათებს, ამ თბილისურ პორტრეტშიც ძალიან აშკარად იჩენს თავს. ძალიან მეტყველი თვალები, რითიც უკავშირდება სწორედ ქართულ ხატებს. ძველი ტრადიციული ხატი და დროის მიერი განწყობა ცხადია უფრო ბუნებრივი აღმოჩნდა ქართულ ხელოვანთათვის. ქართული დაზგური მხატვრობის შედარებით გვიან გაჩენამ ტრადიციულ სასულიერო მხატვრობისთვის თავის ვერ დაღწევამ ხატთან უწყვეტმა კავშირმა, აღმოსავლურმა და დასავლურმა მხატვრულმა გამოცდილებამ და ეპოქისეულმა სულმა განწყობამ სიახლემ განაპირობა თბილისური პორტრეტული სკოლის ორიგინალური სახე. ეს არის ძალიან მეტყველი, ძალიან დარბაისელი, მშვიდი, თავის თავში წასული, ცოტა განყენებული ადამიანების გამოსახულება, რომლებსაც ნაღვლიანი, სევდიანი განწყობა გამოარჩევთ. ეს ეპოქალური სევდა, ასე ვთქვათ, რომელიც უკავშირდება როგორც საქართველოს ისტორიულ რეალობას. ცნობილია, რომ 1801 წლის მანიფესტის შემდეგ გაუქმდა მეფობა, ასევე საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია, მაგრამ ასევე მოიშალა მთელი სოციალური სტრუქტურა.
ერთგულთელი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი სისტემა, რომლის წარმომადგენლებიც ეს ადამიანები იყვნენ. საქართველოს სამეფოს გაუქმებას ცნობილია, რომ მოყვა არაერთი აჯანყება, ამბოხება, ბოლოს უკვე ყაზარმობით ცნობილი 1832 წლის შეთქმულება, როდესაც ქართული პროგრესული ახალგაზრდა თავადაზნაურობის დიდი ნაწილი გადაასახლეს საქართველოდან და აი ეს სწორედ არიან ის ადამიანები, ვინც ალბათ ყველაზე მეტად გრძნობდა იმ რეალობას, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრიობის დაკარგვას და როგორც დიდგვაროვნებს მათ ჰქონდათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის წინაშე. 19 საუკუნის ქართული რომანტიკული პოეზიის მსგავსად მხატვრობაც დროის მიერ გზას მიუყვება პიროვნების წინ წამოწევა, ინტერესი კონკრეტული ადამიანისადმი, ინდივიდუალიზმის გამძაფრება, არისტოკრატობის შეგრძნება, საერთო ნაღულიანი სევდიანი განწყობილება ერთნაირად ახასიათებს როგორც რომანტიკულ პოეზიას, ასევე ამ პერიოდის მხატვრობასაც. აი ამ პორტრეტების გარდა არსებობს ასევე მინიატურული მხატვრობაც, რომელიც არის მცირე ზომის, ძალიან საინტერესო ნიმუშებია, რომელიც ძალიან რთული შესასრულებელია, იქმნება სპილოს ძვლის ზედაპირზე, თავიდან იხატებოდა ფანქრით, შემდეგ უკვე ფერადდებოდა და ეს უფრო ცოცხალი, უფრო ესეთი ფერწერული ნიმუშებია, სადაც უფრო მკაფიოდ არის გამოვლენილი ინდივიდუალური მახასიათებლები და განწყობა. და მათზეც გამოსახულია ძირითადად სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, ისინიც განკუთვნილი იყო ინტერიერში, როგორც ერთ-ერთი მორთულობა. ფილისურმა პორტრეტულმა სკოლამ დაასრულა თავისი არსებობა 1870-იანი წლებისთვის, როდესაც საქართველოში შემოვიდა დაგეროტიპი, ფოტოგრაფია გავრცელდა და როდესაც დადგა ახალი ეპოქა, რომელიც უკვე დაუკავშირდა თერგდალეულებს და მათ თანამოაზრეებს. ეს სრულიად ახალი, ასე ვთქვათ, პერიოდი იყო, ახალი გამოწვევები და ძალიან საგულისხმოა, რომ ქართული მხატვრებმა შექმნეს ესეთი სახე ქართული თავადაზნაურობის, შეიძლება ითქვას მათი ბოლო პორტრეტები. ბუნებრივია ეს თემა არაერთი მკვლევარის ინტერესის სფეროში მოხვდა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ქართველი მეცნიერების, როგორებიც არიან შალვა ამირანაშვილი, თინათი მდირსალაძე, გოგი ხოშტარია, მაია ციციშვილი. მინდა აღვნიშნო, რომ ქართული პორტრეტული სკოლის შესწავლაში გამორჩეული როლი აქვს ხელოვნებათმცოდნეს მაია ციციშვილს, რომელიც არაერთხელ მიუბრუნდა ამ თემას და სწორედ მისი დამსახურებაა თბილისური პორტრეტული სკოლის ფუნდამენტური კვლევა. იქნება ეს მისი სადისერტაციო ნაშრომი 19 საუკუნის პირველი ნახევრის თბილისური პორტრეტული სკოლა თუ პირველი წიგნი ალბომი ქართული პორტრეტული ფერწერა მე-18-19 საუკუნეები. ასევე 2013 წელს გამოცემული ქართული მხატვრობა განვითარების ისტორია მე-18-19 საუკუნეები და 2018 წელს ინგლისურენოვანი წიგნი ალბომი სათაურით თბილისური პორტრეტები. და ბოლოს მინდა წავიკითხო მაია ციციშვილის ნაშრომიდან ერთ-ერთი ამონარიდი, რომელიც ზუსტად ასახავს თბილისური პორტრეტული სკოლის ფენომენს და მის მნიშვნელობას. ძნელად გასაგები არ უნდა იყოს თუ რა აკავშირებთ პორტრეტებზე გამოსახულ ადამიანებს. ყოველი მათგანი, როგორც სიტყვა, ძირითადად ერთი სოციალური წრის, ქართული თავადაზნაურობის წარმომადგენელია. მათ საერთო მსოფლმხედველობრივი მწამსი აერთიანებთ. ისინი თანამოაზრენი არიან. ყოველ მათგანს პირველ ყოვლისა სამკვიდროს დაკარგვა ადარდებთ, მაგრამ ისინი საკუთარი ღირსებით ახსავსენი თავიანთი აზრის სიმართლეში და წარსული ცხოვრების ისტორიაში დარწმუნებული გვეჩვენებიან. ყოველივე ეს გასაგებია, რადგან ამ პერიოდის საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ფეოდალურ არისტოკრატული სული. ამიტომ კაეშანი, რომელიც ამ ადამიანებს მოსძალებიათ, არის არა რაციონალისტურ სკეპტიკური და ინდივიდუალისტური, არამედ საყოველთაო, სარწმუნოებრივ და წოდებრივ მოვალეობათა პასუხისმგებლობით გაჯერებული. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ყველაზე მეტად უნდა შეხებოდა ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, რადგან ისინი იყვნენ პირველ ყოვლისა პასუხისმგებელნი თავიანთი ქვეყნის მომავალზე. თითქოს მხატვრებმა მისტიკურად შეიგრძნეს და ალბათ ეს კანონზომიერიცაა, რომ საქართველოს სამეფოს გაუქმებასთან ერთად საფრთხე დაემუქრებოდა უძველეს რაინდულ წოდებასაც. ყოველ შემთხვევაში, თუ მის სრულ მოსპობას არა, ხარისხობრივ გადასხვაფერებას მაინც. მათ შეძლეს შეექმნათ ჩამოყალიბებული, დასრულებული სურათი იმ გარემოს ქართველი ადამიანებისა, ხატი იმ ადამიანებისა, რომელთაც გაქრობა დაემუქრებოდათ. თითქოს ის ქვა, რომელიც ქართველმა შემოქმედებმა ხელოვნების სამსხვერპლოზე დადეს, ერთი მხრივ საფლავის ქვა იყო უძველესი ქართული არისტოკრატიისა და მეორე მხრივ საფუძვლის ქვა, რომელზედაც დაყრდნობით შემდგომში უნდა
გაეგრძელებინა არსებობა ამ ხალხს მათთვის უკვე უცნობ ხარისხში. მაგრამ რწმენითა და სასწაობით, გადარჩენისა და წინსვლის იმედით, მაია ციციშვილი, ქართული პორტრეტული ფერწერა, 2018 წელი.